დილამშვიდობის მოგესალმები სიზარბაცის პიკიდან. დღეს ცოტა კარგად ვარ გამოვიხედე თვალებიდან. გუშინდელი დღე რა რიცხვი იყო? დღეს არის 27. 26 ივნისია ჩემს წლევანდელ წელს არ ყოფილა. კალენდრიდან ამოვიღო 26 ივნისი. ფაქტობრივად არ ვიყავი. საწოლიდან არ ამდგარ ვარ. იმიტომ რომ ზედიზედ 3 თუ 4 დღის უძილობამ დედამიწა რო იტყვია. არაფერი არ მткиოდა, არ ვიყავი ცუდად. მაგრამ ყველაფერზე იმოქმედ, ყველაფერზე. სხეულის ყველა კიდურზე, ოთხცალზე. და ის რომ გეძინება მე და თავი, ადგომის თავი ვარ, წნევა არ მქონდა, მაგრამ თავბრუნე ხო და თან ცხელოდა, ის საზღარია მინდი იყო. ერთადერთი ამ დრომდე რომელია 11 დაიწყო. 10 აპრილია. დაახლოებით ამ დროს ვაჭამე ქათმებს და წავედი. 11 საათიდან ამ დრომდე, წეღარ ვერ ავდექი. ავდგებოდი, გავივლიდი, გამოვივლიდი, დავწებოდი, არც მეძინა, ვერც მეძინა. რაღაც მომენტებში ჩამთვლები და ტელეფონები მქონდა გათიშული. მე ვნახე ნარეკი. ხო და მოიცადე, მამიდას ნარეკილი იყო ქვეყანა. ლადლედა შენი ნარეკი ვნახე. რომ მიველი და ვნახე სადაც 1 საათის ნარეკი იყო და დავხედე ესე რა, მეთქი დაურეკო და ჩემთან მეუბნეწადი და დაწედა ეგრე. ეგრე ვიყავი. ტელეფონი ახლოცაც არ მქონდა, გათიშულები, ხმა გათიშულები, მელაგა საუთრობელ მაკიდაზე ორივე. მაგაში მაინც არ მაქვს კარტა და არც არაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი ვცადე, რაც მასწავლეთ. გუშინ წინ ღამე რომ ვინმეს ეთქვა, რომ სიმჟავე გაგივლისო. და გუშინ კომენტარი იყო, ხო, ძალიან კაი კომენტარი იყო, ვერ ხსნიდი კიდე რა იყო. შრალი იყო, შრალი სიმჟავეო, რაღაცნაირად ეწერა. მართლა ის კი არა რომ ნაღლის წვენი გაწვა, არა, შრალად გეწვის. მართლა კარგად იყო ახსნილი, რაც იყო ეგ. ყველაფერი ვცადე ხალხო. მენთოლი, უმენთოლო და ტკბილი ყოს, ყველაფერი ჩაწუწუნა, გაწუწუნა. ვიღაცას რო ღამის 3 საათზე მოეწერა და ეთქვა, გუშინ წუხელ არა იმის წინაღამეს, რომ ეთქვა, რომ ეხა ჩადიო და ბუმბულიანი ქათამი გადაყლაპე ეგრევეო გიშველისო ვაკეთებდი. ვიღაცას რაღაცა არარეალური რომ ესწავლებინა ვაკეთებდი. კოშმარია, მithumetes რომ გეძინება და ღამე რატო ეხლა არ მაწუხებს, რატო დღე არ მაწუხებს. თავდაყირა რომ მომაყირაო, არაფერი მაწუხებს. ხაცა მგონია რომ ვარ დაღლილი. ვერ დავისვენე კიდე ნორმალურად. და გოში ჭამის არაფერი არ მიჭამია, საერთოდ არაფერი არ მიჭამე და მე ვეღარ გავიგე შიმშილი მაწუხებდა თუ შიმშილი შეწუხება უფრო კაი იყო თუ იმის და შიმშილი არ აუშვა რომ გაუძლებდი ადამიანი ჩაგეძინებოდა, იმაზე ვერ შანსი არ არის არ ჩაგეძინება. მე გამახსენდა რომ შიმშილი მარტო შენზე არ იყო დამოკიდებული და ავდექი.
იაპონკის კვერცხები მქონდა რამდენიმე. სადღაც 4-5 საათისთვის მოვხარშე და შევჭამე პურის გარეშე. და ისე წავედი დავწიქე, ვერ დგებოდი თუ არა, წვებოდი, ვერ მოძრაობდი. და მე გვიან ჩაიდავლი, თან შიოდა. ჩაიდავლი და პატარა პურზე წავისვი კარაკი, ეგ ისაუქენი. და მეძინა ხალხნო წუხელა. აი როგორც კი აწვება რა კუჭს, აი სულ როცარიელი გქონდეს, აწვება კუჭს ნაყოფი და ეგ მაგის ამბავი ეხა ხო იმას კი არ ვკითხულობ, რომ ვაიმე ნეტა რა მჭირს. ხო, ეგ მომენტი არ მაქვს. მაგრამ გაუსაძლისია უკვე რომ ვამბობ, რომ გატყეპვა მინდა განატყუილა ვამბობ. აი ესე დააღვდექი ახლა. წუხელში დარებით მეძინა, უფრო დილას მეძინა. არავანა უნდა გავამწყარო, მანქანით მოვიდა. ვიღაცის მარშრუტით და წავიდნენ დღეს გუშინ მინდოდა ბაზრობაზე წასვლა. ვანოსაც დაუბრუნდებია. რაღაცები მაქვს საყიდელი წვრილმანები, რაც უნდა მქონდეს უკვე მზად და გამზადებული და всё, აი ესე ჩალაგებული. რა ბაზრობა ხალხო? რა ის ბაზრობა კარებამდე ვერ მივიდა. ხო და მასალებიც საყიდელი გვაქვს რა და დღეს წავიდა ლაშა. ოთახის რაღაცების საყიდლად. მოიტანს თუ არა დავიწყებთ. ხო და მარშრუტით იყო ისე, არა ადგომის დრო კი იყო უკვე მართლა ძალიან მეტი მომდიოდა, მაგრამ მარშრუტით მოვიდა და ის ხმამაღალზე რო ლაპარაკობენ ხოლმე პოლიციელებს რო აქვთ ხოლმე, ხო, იცხმის გამაძლიერები. აი მაგით და ტკიოდა. ვაიმე ვანო, ჯერ ვიფიქრე კაცო რა შვიდობა არის. აი მაშინ მაგ წამწამი სავარაუდოდ ვერაფერ ამოვიღე, არც ჩანს და თვალი ამოვიღე. ეხა უბრალოდ მეზარება თორე განახებთ გუშინ საერცხე როგორ დაუფინე. გუშინ წიღამე გამოვიღე რა და აიქ გამოვიტანე რომ მეთქი დაუფენთქო და როდის და წუხელ ცხოვრებაში მასე არ დამიფენია სარეცხი. ეს ჩავყავი ტაშტი შხენი და აი წარმოიდგინე შარვალს რო ამოიღე, აი შარვალი ხო ეს. და ეს ჩავყავ ხელა ამოიღე ტოტით. და ასე კიდია. ერთი ტოტით კიდია, მეორე ტოტი იქ არის სადღაც. ყველაფერი თითო შპილკით კიდია, თან იყო ქარი. თან არისო შუქი. ანუ ის ქარი არისო, რომ შუქი არა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენთან ხო შუქი საერთოდ არ არის. ხო, გუშინ წინებში პოსტი დაიწერა გაზზე, რომ რაღაცა ზამთრის სამზადისები უნდა დაიწყოს უკვე და გაგვაფრთხილეს ყველაზე მოწესრიგებული ხალხი არის გაზის ხალხი ჩვენ სოფელში. სოკარისა არის, მაგრამ მარტყოფელებს ავალიათ ეგ რაღაცები. არ არსებობს, რომ რაღაცა დააპირონ გამორთვა და სულიკო არ დაწეროს, რომ ამადა ამ უბანში, ამადა ამ დროს, ამადა არც გადააცილებენ, არც ზედმეტად არ გათიშავენ, არაფერს არ იზავენ, გაგაფრთხილებენ, რომ თადარიგი დაიჭირე, გაზი უნდა გაითიშოს. იმიტომ რომ სამზადი რაღაცები უნდა გააკეთონ, ნუ ძალიან. ხო და შუქზე ხო მაგას არავინ დაგიწერს. წყალიც არ გქონდა. ანუ გაზი გქონდა, უბრალოდ გაგვაფრთხილეს უკვე, რომ რაღაცა უბნებში დაიწყება ეტაპობრივად გათიშვა. წყალი არისო და შუქი არისო. ხო და ესა. ნუ შუქზე კიდე დარეკავ, ლაშამ დარეკა და ჯერ ხო ეს ამდენ ლექციას უნდა უსმინო. იქ რო გეუბნებიან ყურში. და მე დაელოდეთ ოპერატორს და ოპერატორს ელოდებაო 100 რაღაცა კაცი. შედალოცი, ისედაც მოვა შუქი რაღაცენ დაგელოდა. ნუ კაი, შუქსაც გაზი ყველა ვარიანტში ვიცით ხოლმე ძალიან ორგანიზებული ჯგუფი ყავს, ოღონდ ხუბრობის გარეშე მართლა ვამბობ. შუქსაც დარეკავდა თუ სიაში მოხვდი რომ ოპერატორთან ჩაეწერო, გაიგებ რა თუ არ არის. ნუ იმიტომ არა რომ ნიავი იყო.
მაგასაც მივეჩვენა. რაც შეეხება წყალს. წყალზე რო ერთი კვირა გაიხეს ადამიანი და დაწეროს. ვინმე პასუხი გაგვცეს წყალი რატო არ არის? ჰოპ. სიძა. ეგ როგორ გაბედე რო დაწერე? არა, არავინ არ გიპასუხებს, მაგრამ ზოგადად რატო დაწერე? რა? და იცი რაზე მეშლებოდა ნერვი გუშინ ხო ეს ხასიათზეც ვერ ვიყავი რა, ვერ ვიყავი კი რომ მინდოდა რომ გახსოვდო ვერ ვიყავი ხო და მეთქება შევედი Facebook-ზე ვინმე ხო არ მოკლეს გავიგოდო. და ამ დროს გაზიარებულია გზები დაგებული და გავიგეთ რომ დააგეთ, მაგრამ იმასაც ვხედავთ რომ ქვემოთ უკვე ხრით ვაწებებთ. ხო და ამას აზიარებენ ბევრი მარტყოფელები. მაგრამ იცი რომელ ჯგუფში იწერება ეს ყველაფერი, სადაც მთელი მარტყოფი არის. და ამაში დაიდო ინფორმაცია, გააზიარე 1-მა, 2-მა, 10-მა, 5-მა, არა, ბევრი არ აზიარებს 1-5. ვიღაცა არის უცხო რაღაცა იყო. ხო და არც ერთ კაციშვილს აი ადამიანს არ უწერია ქვემოთ რა მაგარია გზა, იმიტომ რომ არა როგორ მაგარი არ არის, დებილი უნდა იყო მართლა დაუნახავი რომ იყო, მაგრამ გავიგეთ რომ გზა დააგეთ და გავიგეთ კარგი. ქვემოთ კომენტარები წერია ეს გზა გავიგეთ, მაგრამ წყალი რო არ არის, იქნებ ვინმე გვითხრას ხოლმე წყალი რო არის, წყალი. პასუხი ნული. აი მე დამეშლებოდა მეც ნერვები რა, რომ ეს 100 ანუ ისეთი პიროვნებები აზიარებენ, რომ წყალზე შეიძლება იმან პასუხი გაქცეს, მაგრამ არა, იმას გზა ხო გაქვთ რა წყალი. ნუ ხალაგალაგ რო წყალმა გზა გააფუჭა, მე რა მოხდა? უბრალოდ კი არ გააფუჭა, წყალი არ იყო გაკეთებული და ზედ ასფალტი დააგეს და ვერი ამოთხარეს. ხო, ეხა ყველაზე სასაცილო რა არის, რომ ჩვენ სოფელში არ ხდება მარტო ეგ. და მივხვდით რომ ჩვეულებრივი მოვლენა არაა. კაცშვილი ყურადღებას არ მოგაქცევ, შენახა შენი თავის ბატონი და ბატონი. შემომეჭამა. ქოქოსი რასაც ურევია ყველაფერი მიყვარს. ეს ხახაცა სიტკბილია ეს არ სიამოვნებს, მაგრამ იმდენად ქოქოსის გემოაქ რომ მომწონს. ქოქოსი მიყვარს ძალიან. ბავშვობაში ხე მედგა და პაპა ჩემიც მაგით დაიხჩო. ხო და კიდე გუშინდელზე უნდა მოგიყვეთ. ავდექი და საღამო ხანს დაახლოებით რა ვიცი 7-ისკე, 8-ისკე შეიძლება მეტიც. ტელეფონზე იყო უცხოზარი. ხო და ვიფიქრე რომ თელეფონის მანძილზე მეტამეტი ამასაც ხო არა, ვინ არის არ ვიცი, ანუ ტელეფონი მამიდა მირეკავდა მეწერა ლალილეი და რომ მირეკავდი რომლითა ხარ დაფიქსირებული და ვიღაცა უცხო ნომერი იყო რა და მეთქი უცბად ვინმე ხო არ არის, რაღაცა ხო არ უნდა. ხა კი ვიფიქრე საროჭკების სეზონი გასულია და არაფერს არ უნდა უდდეს, მაგრამ ვუპასუხე. გამარჯობა გაგიმარჯოს, ვერ ვიცანი, ანუ პირველად დამირეკა ადამიანმა ცხოვრებაში. არის ჩემი მაყურებები. და ისა. როგორც აღმოჩნდა მეორედ იყო და ნარეკი, ანუ იცი როგორ ადრე სადღაც თვეების წინ დარეკილი და ეხლაც. ჯერ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც შემეხმიანებით ხოლმე არ გეგონოთ, რომ ან მაწუხებთ და რაღაცა. არავითარ შემთხვევაში ძალიან სიამოვნებს ესე უცხო ადამიანი, თქვენთვის შეიძლება არ ვარ უცხო, მაგრამ ჩემთვის ხო ხართ, ანუ მე ხო ვერ გხედავთ. უცხო ადამიანი რომ გირეკავს, გნახულობ, ჩემი ტელეფონის ნომერი დამალული არა მაქვს,
Facebook-ზე მიდევს და ნებისმიერ შეუძლია რომ ნახოს. ხო და ნუ მომიკითხა და კი მითხრა რომ ამას წინა თუ ამა და ამ დროს დაგირეკეო, მაგრამ მართლა ვერ გავიხსენე ხალხო. რა ვიცი, არა მგონია რომ დამნაშავე იყო მაგაში. მაგრამ არ შემიმჩნევია რომ ან ვერ გავიხსენე რაღაცა, თბილად მომიკითხა, თბილად მოვიკითხე. და მე ესეთი ფრაზა. რომ შენც დამირეკე ხოლმე სუმე რო გირეკაო. ჯერ ნომერი არ მეწერა. ისედაც მართლა ბევრი ადამიანი მირეკავს და რაღაცა და ყველას ხო ვერ ჩავიწერ და ყველასაც ვპასუხობ, ძალიან დიდი მადლობაც ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ანუ მე რო გირეკავ შენს დამირეკეო. მადორის ხმა იყო და ცოტა ხანი გავდიში. ანუ განარამე მოვივა რომ ვინმეს გადაურეკო და მოვიკითხო და რაღაცა, მაგაში არ არის საქმე. ანუ ეს დავალდებულების მომენტი. რომ ავალდებულებ ადამიანი, რომელიც მეორედ მირეკავ, რომ ხანდახანში მეც დაგირეკო, განარამე მომივა. ცოტა გამებრაზა რა. ვინც მიცნობს, ყველა მიცის, რომ ძალიან იშვიათია, რომ მე ტელეფონში ანგარიში ჩავიცხო და ვიღაცას ტელეფონის ნომრით დავურეკო. ერთადერთი მაგას ვაკეთებ ხოლმე, როდესაც ან ექიმთან მაქვს დასარეკი და ჩემ ექიმსაც ისე WhatsApp-ით თუ Viber-ით რომელიღაცა ტიპი კონტაქტები და ნინოს ექიმსაც, ანუ ძალიან იშვიათი უნდა მოხდეს, რომ მე ჩავრიცხო თანხა. ხო და ერთადერთი კიდე რაზეც შეიძლება რომ დამჭირდეს ხოლმე, რომ ან რაღაცა მჭირდებოდეს და დედას არ აქვს ხოლმე ინტერნეტი და დავურეკო და ბაბოს კიდე. ბაბოსაც მამიდა ჩემი ურთავს ხოლმე მთელი თვის სალაპარაკოს და თვითონ დამირეკავს ხოლმე, ასე რომ აი ძალიან იშვიათი უნდა მოხდეს, რომ მე ტელეფონში ანგარიში ჩართო და ვინმეს ნომრით დავეკონტაქტო, ძალიან იშვიათი უნდა იყოს. როდესაც ინტერნეტით უკვე ყველასთან შეგიძლია ის. ანუ ერთი ხო დედასთან თუ დავრეკო, ისიც თუ სამსახურშია და რაღაცა რომ ინტერნეტით ვერ დაუკავშირებ და ბაბოს. და ძირითადად ეს ანგარიში თავ ხოლმე თუ ინტერნეტს თავ კიდე. ეგ უფრო ხშირად არის ვიდრე ანგარიშის ჩართვა. ანუ სალაპარაკო დროის. ხო და ადამიანი დამავალდებულა გუშინ რომ დამერეკა. თვეში ერთხელ. ნუ ყოველ მეორე დღესაც შეიძლება, იმიტომ რომ სულ ვერ გირეკავ. მეორედ ქონა დარეკი, მართლა არ ვიცნებ და ვერ ვიცო. ძალიან მიხარია, ძალიან ბევრი ხალხი გამაცნო YouTube-მა. ძალიან ბევრის ნომერი მიწერია სახელი და გვარით, რომელიც მირეკავენ და რო ხედავ, აი ძალიან მიხარია რომ მირეკავენ და რა სისულელია როგორ არ უპასუხა გუშინ ლალიდეიდასთვის როგორ არ მეპასუხა, უბრალოდ გარდაცვლილი მდგომარეობაში ვიყავ. ხო და აი ძალიან მიხარია და არც ის არ მაქვს რომ ვინმეს მოვალეობის მოხდის მიზნით ვუპასუხო. მაგრამ აი გუშინდელი თემა ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ამაზე რამე, მაგრამ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ან მე ხო ერთი ვარ და ვერ ვცნობ სიტყვაზე ვიღაცა რომ მირეკავს სიყვარულით რომ მომიკითხავს უღრმესი მადლობა ამისთვისა და კიდევაც დამირეკეთ და კიდევაც გიპასუხებ. უცხო ნომრებს არა მაქვს ეგ მომენტი რომ უცხო ნომრებს არ პასუხობს, ყველას ვუპასუხებ. და აი რა ვიცი გიპასუხებთ კი არა, ძალიან მახარებს ეგ თემა, მეთქი წეღანაც გითხარით, რომ აი უცხო ადამიანი ისე დონეზე უნდა მოვიდეს შენამდე, რომ ჩათვალო საჭიროთ, რომ დაურეკო. და ამ დროს რომ მირეკავთ და ხდით ღირს მაგისას, მართლა მიხარი. მაგრამ როდესაც მირეკავ მეორეჯერ და კი არ შემომთავაზე დამავალდებულე რომ მოდი ეხა შენ დამირეკე ხოლმეო. ცოტა მეზედმეტება, არ ვიცი. ან რა ვიცი, როგორ უნდა დაგირეკო, მეორედ დაფიქსირდა ნომერი.
თუ როგორ არ ვურეკავ ხალხს, ოღონდ მესენჯერი, ინტერნეტი. ძირითადად ეგ არის ჩემი საკონტაქტო ინფო ისა რა წყარო. თან გუშინ ყველაზე ალბათ ეგეთ ამ დღეში არასოდეს არ ვყოფილვარ და შორენას ხო ცალკე ჰქონდა მოწერილი, ხათოს ცალკე ჰქონდა მოწერილი. ხალხს ვერ უპასუხე, რომ ვერ ვიყავი კარგად. ან ძალიან ისე ლაითად უპასუხე, რომ ხამეთქი რო უთხოვე, ანუ რა მცუდად ხარ რაღაცა, ხალხსაც ხო აღანერვიულებ თქო. ვიდეოს ელოდებოდა კიდე ბევრი და მომწერა რომ სად ხარ და ანუ მაგათაც ვერ უპასუხე, რომელსაც ვიცნობ ხალხს. ხო და აი გუშინ ეს გადადებულზე რომ მეოლაპარაკება, იცი რა არის? აქაც უთხარი რა, რომ იცი რა მე უთხარი სალაპარაკოს არ ვთავ, ძალიან იშვიათად და ბოდიში თუ ვერ დაგირები. ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე. არა, პირველად იყო ესეთი შემოთავაზება არ იყო, ეს იყო დავალდებულება და ძალიან გამებრაზა ესეთ რაღაცაზე რა და თორე დამირეკე რას არ გიპასუხებ, ძალიანაც გამიხარდა რომ დამირეკა მომიკითხა, მაგრამ ეს ბოლო მომენტი იყო ისა რა, ანუ რომ დაგიგემშვიდობება კარგად, მაგრამ ხა შენც დარეკე ხოლმე რა, ვიცი კი აფე მოგივა. ანუ გეგონება რაღაცა ვარსკვლავი ვიყო და ვუკადრისობდე დარეკვას რა, ეგეთი რაღაცა გამოუვიდა და ადრე იყო ესეთი მომენტი. ერთი ადამიანი რეკავდა ხოლმე რა და პასუხობდი რა თქმა უნდა, მაგრამ ხან ბოლოს ისეთი შემაბეზრებელი გახდა რა მხრივ. მე არ ვამბობ, რომ აი დღეში მირეკავდა 200 ჯერ და იყო სკოლის დამთავრების პერიოდი თუ რაღაცა და მე მგონი ნინო კიდე მე რამდენი კლასში იყო, არ მახსოვს რა მოკლედ. კრება იყო, კონცერტი იყო, ზეიმი იყო, რეკავდა, ანუ ვეუბნები ადამიანს, რომ იცი რა მე კრებაზე ვარ და დაგირეკ, ისე გადმორეკე ან დაგირეკა რაღაცა. და 5 წუთში გირეკავს, არ მორჩა კრება. ზეიმზე რო ვარ და რო ვეუბნები, რომ ზეიმზე ვარ და აი ცოტა ხანში დარეკეთ. აბა ზეიმი ხო მორჩა. დღეში 200-ში იმდენად შემაბეზრებელი იყო ეს ყველაფერი. ეს არ იყო ბავშვი, ეს არ იყო მოზარდი არაფერი ისეთი, ეს იყო ჩვეულებრივი ჩემი ტოლის ადამიანი, რომელიც დავბლოკე. აი ვაღიარებ, ძალიან ცუდი რამე გავაკეთე, მაგრამ იყო უკვე შეუძლებელი. დილით, შუადღით, საღამოს, სამჯერ არა. სურეკავდა და შეეძლო ღამის 2 საათით დაერეკა. ანუ მესმის ხო მოვიკითხო, მოიკითხოს რაღაცა. ამდენი სალაპარაკო რა, ჩემ ბიძაშვილთანაც არა მაქვს. უიწო ხელმადო სიზმარში გნახე ერთი. ნატალიამ წერს, ჩემი მული. ეს არია. ცეკვაზე უნდა წავიღო, ის ორივე ფორმა და თხელები ჩავუწვა, ის ცოტა სქელი აჭარბის კი არ დააფხაზოს ფორმა. ეგეთი რამე მაიკა ჩაიცვი და შიგნიდან ჩაიცვი ბრეტელებიანი მაიკა და იმას გაიხდი და ბრეტელებიანზე ჩაიცმე ვინ ფორმას. გაუთოვება არ უნდა ჯერ რომ მოხვალ, მე მოგიწესრიგებ და გავაუთოვე. ხარისთვის ვაუთოვო, რომ მე ისევ ჩაღეჭო. კარტოფილია მან მოხარშული მიკროტალღურში ისაქენ. ბიძინა პაპას გამოუგზავნია სათამაშოა, მოიტა ხის სათამაშო. არა, ჩამოკაჩო. უნდა ჩამოკაჩო ცოტა. არ უნდა ჩამოკაჩო. ესენი არიან რავი ქათმები თუ რაღაცები დაახლოებით ხის სათამაშოა. ეს რაღაცებს ეგრევე ვაგდებ ხოლმე, მაგრამ ეხლა მივხვდი რომ აღარ უნდა გადავაგდო. ანუ ესეთი დაფა, ამით ეს არის ტარი და ეს არის ბურთი კიდია. ხო და ეს უყურე. ანუ ბურთი ხო ქანაობს და ესენი კენკავი. ამას ცოტა ძალიან სოყვარელი არის. ხო და მივხვდი რომ ესეთი რაღაცები აღარ უნდა გადავაგდო და შევინახე. გავწმინდოთ მე და უჯრაში ჩავდოთ გაბრიელის. ითამაშებს. კაი ხმას გამოსცემს ძილის დროს გაუქალავებ. ხო და ანუ ნატოს მივიცა ნატოს რამე ისეთი ხო არა, ორი წამი მივწერო და რძალუკარაშვები მული არ მოგენატრაო.
აი რა დღე დადგა ატომულზე რომ ვიტყვი მომედატრა მეთქი. ძალიან მიყვარს ნატალია. უზომოდ კარგი ადამიანია. არა გოგო მულის ამოსვლა კი არ მინდა. სახ რაღაცებია გადადებული ბავშვის და ის მამომიტანოს 3 დიდი პარკი. რა ვთქვი მულზე. ხომ და წაურძალო ეხა. ხო და დავბლოკე მეთქი და ცუდი რაღაცას ვამბობ, დავბლოკე. ეს ადამიანი მიუბლოკე. ოღონდ ისე რომ არანაირმა სინდისმა შემაწუხა, იმდენად შემაწუხა, რომ სინდისმა აღარ შემაწუხა. და ეხა მოიცა იქ არ დამთავრებულა. ლაშასაც მე მგონი Facebook-ზე უდევს ნომერი. არბათ უდევს თორე საიდან გაიგე. ერთ საღამოს ურეკავს ლაშას. გამარჯობა თოლაშა. არა, არ ურეკავს არა, ნომერზე არა, მესენჯერში იყო მიწერილი. მანანას ვეღარ ვეკონტაქტები და როგორ ახართო. ოღონდ ეს იყო, იცი როგორ იყო, ცოლ-ქმარი მიყურებდა თუ რაღაცა და ლაშას ეტყობა ცოლმა თქვა რომ მე ვერ დავიდი და ქმარმა მიწერა ლაშას რა. რა სახელით იყო არ მახსოვს, კაცის სახელით იყო მიწერილი რომ მანანას ვეღარ უკავშირდებითო, კაცის წერს ლაშას. ხო კარგად არისო. როგორ ახარ შენ? ნანი როგორ არის? ბიძინა, სულ ჩამოთვალა მთელი სამეზობლო. ანუ იმდენად გიცნობს ადამიანი. ლაშა მოდის და ტელეფონს მაძლევს, ეს ვინ არის? კაცის აქ მიწერილი ლაშასთან რომ როგორ არის? ბანანასთან არის ვეღარ უკავშირდი. ვაიმე ლაშას უნდა დაბლოკე. პირველი სიტყვა იგი იყო აღმომხდა დაბლოკე. და სანამ ბლოკამდე მივიდა ურეკავენ. გურეკავდნენ. ყველაზე მაგარი გითხრათ, შემეზობენ ანას რო დაურეკეს. მე მანანას მაყურებელი ვარ. მესენჯერში აქ დარეკილი ანასთან. მე მგონი ეს იყო ხალხო. ანუ ესეთი რაღაცებიც ხდება რა და მე არ ვფიქრობ ეს ნორმალური როგორ იქნება ხა ეს საქციელი. მე დავბლოკე. ლაშას ვუთხარი დაბლოკე მეთქი და ანუ ჩვენთან ვეღარ გამოვიდა ანასთან მიწერეს. და არ ვიცი როგორ გაგებული ხა ანას ხო იცნობს, თავის ქმარს იცნობს, თავის შვილს იცნობს, ჩემ დედამთილ მამამთილს რო იცნობს, ეგ სხვა თემა კი იმისებსაც იცნობს. ხო და ანა მიყვება ამას კვდება სიცილი და მე ვუთხარი ესა და ეს სახელი და გვარით არის მე და კიო დაბლოკე. გოგო მომერი დაო როგორ რას მოგერი და მე ვუთხარი დაბლოკე. თორე ხა შე რო ვეღარ არა მე ის გავაფრთხილო ეხა მე შეიძლება შენთან რო ვეღარ გამოვიდეს კონტაქტზე გოგა გააფრთხილე მაინც რომ ამა დამსახელეთ ეხა მოგიკითხავი. რასა კაცმა რომ მოდა კაცი რომ ისწერდა გოგას რომ აუ მანანას ვერ უკავშირე ანა როგორ არის ან რაღაცა ეგეთი. ანუ ეს რაღაც არ შეიძლება. რავი მე ვფიქრობ რომ არ შეიძლება. მე გუშინდელის მე დავფიქრდი და ძალიან უახლოესა და ერთადერთი ყოველდღიური კონტაქტი ვისთანაც ამაქვს ხოლმე ესე აი ყავაზე გამოწერილად რო გაქვს რომ აუცილებელია და მამიდამ უნდა და მეც ვერ ვურეკავ მამიდა ჩემი მასწრებს. ნუ რაღაცა ვჭორაობთ. იცი რა მეხანია არ მინახია ვიზუალურად მამიდა ჩემი მიუხედავად იმისა გუშინ წინ თუ რაღაცა ლაშა იყო ჩასული ვერ ჩავედი. ხო და ასე მაქვს ხოლმე ურთიერთობა ადამიანთან და მე დავფიქრდი იქ ჩემი ბიძაშვილებია, იქ ჩემი მეგობრებია, ბავშვობის მეგობრები. ანუ არ მაქვს არც დარეკილი, არც რაღაცები, ან სურათებს რო დებენ, ან რომ მევდებ იმით აი თითქოს რომ კმაყოფილდები, რომ იცი რომ რაღაცა აი ესა და ეს ეტაპია მის ცხოვრებაში რაღაცა და შენ დაუნებურად რომ Facebook-ი გაგებინებს რა და აი თითქოს ნახე უკვე ეგ მომენტი ხო გაქვს აი თითქოს ნახე ეგ შეგრძნება ხო გაქვს. ფერზე ჩამოდები
ყველაფერი ჩაიცვი ჩვეულებრივ, ხო? ცეკვაზე. ხო. იქ რო ჩაიცვე მკაბას გაიხდი მე იმ შარვალს. ტროსი კითხო არ წახვალ ეხლავე. რა უცნაურ კითხვებს. და დაბლან უყრი მაგ პურის ნამცეცებს. მერე ზედადგები. კალკოთ კარგინდა. ხო და ანუ გუშინ ფიქრობდი რა რომ ძალიან ახლობელ ხალხთან არა მაქვს დარეკილი ბოლო თვეების მანძილზე. იმიტომ რომ ხედავ, მეც ისიც ხედავს, მეც ხედავ და თითქოს რაღაცა ეს რაღაცა ფსიქოლოგიური მომენტია, რომ აღიქვა რომ ნახე. და ადამიანი მირეკავს და მეუბნება, მეორე თუ დაგირეკი ხანდახან შეცდამირეკიდან არ შეიძლება. არა, როგორ არ შეიძლება, მაგრამ მე საიდან გამახსენდე? ხო და დავიმშვიდობე, გადავდი ტელეფონი გადაბრუნდა დავიძინე. ჯანი ჩემ დაგეწოს. უწყალი მანან რატო არ დაურეკე? აი. მოკლედ. ფრევანდელი გეგმა არის ესეთი. მე ვხედავთ იმის რომ ნიავნა რაღაც ვიღაცებია. უნდა მოვგაო ეს ტრაქტორი იდგა ხოლმე და წაიღეს, მოაცილეს და მინდა რომ ბიბლიოთეკას მივხედო დღეს. არა უშავრა მეძინა და შემიძლია ცოტა გავიღვიძო. მივხედავთ იმისა რომ აი თითქოს მკლავებში ძალა გაქვს გამოცლილი, ეგ მომენტი მაქვს. თუ ჩემი თავი არ გავაღვიძე, რა იყო? ვერ გავიღვიძებ ესე და უნდა მივდგე და მოვდგე რა. ასე რომ აბა ადგამანანა ეხა და რაღაც ვიღაცები გააკეთა. წავედი. რაღაც საქმეს გავაკეთებ და აქ შორე ნახე მანიკურები გადამეცალა. ფრჩხილები ისევ ადგილზე მაქვს არ მომიტეხია მანიკურები გადამეცალა. ამიტომ დავიმატებ ახლა. არა, დავიმატებ. აი ესე, წავედი. ყავა ესე დავდიე და აღარ მინდა მეტი. გუშინ საერთოდ დამილევია ყავა. დილთა ესე მოვადუღე, ცოტა მოვწრუპე და მივხვდი რომ მანაწადი დაწე დაიძინე ახლა ანანაირი ყავა და ეგ იყო დავწეთი და გავიშალი ჰორიზონტალურად ხანაკეთ და ხანიკით მეძინა. არ მეძინა, ან მეძინა, ან ტრიალებდა, წრიალებდა, გაყუჩებული კი ვიყავი. და რავი, დღეს ავღუდექი. და მაქვს რაღაცები გასაკეთებელი. აბაჰი ხალხო, კარგად იყავით, მაგრად იყავით, აბაჰი და აბაჰო.